სტუდია მონიტორი თაღლითური კოლ-ცენტრების მასშტაბური სქემის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მეორე ნაწილს აქვეყნებს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დანაშაულებრივი სქემის მთავარი ფიგურანტები, რომელთა წინააღმდეგ საქმე შარშან აღიძრა და დღემდე გრძელდება, დღეს სავარაუდოდ ისევ კანონს საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევიან. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ სტუდია მონიტორმა მეორე ნაწილის გასაჯაროება დაანონსა, მისი Facebook გვერდი მოულოდნელად და გაურკვეველი მიზეზებით გაქრა, თუმცა გუშინ ჟურნალისტებმა ის დაიბრუნეს და ეს დაანონსებული სკანდალური რეპორტაჟიც გამოაქვეყნეს. ჩემი კოლეგამ სოფო ვარდიაშვილმა მოისმინა გამოხმაურებები და შეფასებები პოლიტიკოსებისა და ასევე მედია მკვლევრებისგან და ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. დიახ, მონიტორის ეს მეორე საგამოძიებო ფილმი ამ კოლ-ცენტრზე ძალიან ხმაურიანი გამოდგა და სწორედ ამას უკავშირებენ თვითონ გამოცემის წარმომადგენლები იმას, რომ მასობრივი თავდასხმა, კიბერთავდასხმა სავარაუდოდ განხორციელდა მონიტორის გვერდზე და ის საერთოდ გაქრა Facebook-იდან. ამ გამოძიებაში კვლავ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ძველი კოლ-ცენტრის წარმომადგენლები, რომლის შესახებაც გასულ წელს მოამზადეს მათ საგამოძიებო რეპორტაჟი, ირკვევა, რომ ისინი ისევ აგრძელებენ ახალ მისამართზე, ახალ კოლ-ცენტრში მუშაობას, იგივე ადამიანები, რომელთა წინააღმდეგ არის საქმე დაწყებული, რომელთა ქონებაც არის დაყადაღებული, მაგრამ ისინი მათ არათუ პასუხი აგეს, არამედ უფრო აგრძელებენ ისევ ამ დანაშაულებრივ საქმიანობას და უფრო მდიდრულ გარემოში მუშაობენ და ცხოვრობენ, როგორც სტუდია მონიტორის ამ ფილმიდან ირკვევა. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ვთხოვეთ შეფასება მედიის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს, კონკრეტულად ზვიად ქორიძიესთვის ცხადია, რომ ეს სავარაუდო დანაშაულები კოლ-ცენტრებთან დაკავშირებული არის ძალიან დიდი მასშტაბის და ამას ქვია დანაშაული, ეს არის დანაშაულის კატეგორია ნამდვილად, მაგრამ ეს დანაშაულები გრძელდება, ამის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მფარველობა ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, სულ მცირე იმ მეთოდით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას შესაძლოა ზედმეტად ცოტა რეაგირება, ან საერთოდ არ აქვს რეაგირება ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე, ამიტომ ეს კოლ-ცენტრები ისევ წარმატებით აგრძელებენ მუშაობას. ამიტომ მისი შეფასებით ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის მიუღებელია ყველა ორგანიზაცია, ყველა მედია ორგანიზაცია თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც ხმამაღლა ლაპარაკობს ამ დანაშაულებზე და ქართული ოცნების მხრიდან სავარაუდო მფარველობაზე ამ დანაშაულის, ამიტომ ქართული ოცნების ხელისუფლებას უნდა რომ არც ერთი ეს ორგანიზაცია ასე ხმამაღლა არ ატარებდეს ასეთ გამოძიებებს და ისინი საერთოდ არ მუშაობდნენ საქართველოში. გარდა ამისა, რაც შეეხება სავარაუდო კიბერთავდასხმას სტუდია მონიტორის გვერდზე Facebook-ში, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ეს კიბერშეტევა ძალიან დიდ პროცედურას მოითხოვს კომპანია მეტაში, ამას ძალიან დიდი ძალის ხმევა სჭირდება, ამიტომ გარკვეული ადამიანების ჯგუფს, მხოლოდ გარკვეული ადამიანების ჯგუფს, რომელიც არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, ამ შემთხვევაში იგულისხმება ქართული ოცნება, ამისი შესაძლებლობა, ტექნიკური შესაძლებლობა სავარაუდოდ არ ექნებოდათ, ამიტომ მისი ვარაუდია, რომ ეს კიბერშეტევაც მონიტორის გვერდზე Facebook-ში სწორედ ამას სწორედ უჭერდა ქართული ოცნების ხელისუფლება და ამის ერთ-ერთ დადასტურებად გამოდგება ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის სტატუსიც Facebook-ში, რომელმაც ნიშნის მოგები თქვა, რომ ასე დაემართება ყველას სტუდია მონიტორივით, ვინც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. თუმცა საინტერესო არის ის, რომ ნინო წილოსანის ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე მოახერხა სტუდია მონიტორმა საკუთარი გვერდის აღდგენა Facebook-ში და როგორც მედიის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანია მეტა გაერკვა სინამდვილეში არის თუ არა გარკვეული ინფორმაცია ყალბი და ესეც ადასტურებს იმას, რომ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებული დანაშაულები, რაზეც მოამზადა მონიტორმა ეს საგამოძიებო ფილმი, ძალიან სერიოზული საფუძველია იმაზე, რომ ვიფიქრობთ, რომ ეს სერიოზული დანაშაულებები საქართველოში ჯერ კიდევ გრძელდება. რა თქმა უნდა, საქართველოში კოლ-ცენტრების ასეთი ბუმი არ იქნებოდა, რომ არ იყოს ამ საქმეში ჩართული საქართველოს ხელისუფლება, ქართული ოცნება, რომელიც ებრძვის მედიას, ებრძვის არასამთავრობო სექტორს, ებრძვის სწორედ იმიტომ, რომ ისინი ამ დანაშაულებრივი სქემების გახსნას ცდილობენ და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ასეთი დანაშაულებრივი მექანიზმები იმიტომ არსებობს ქვეყანაში, რომ მას მფარველობს მმართველი პოლიტიკური ძალა. ამ შემთხვევაში მთელი ლეგიონი იყო შესეული, ალბათ მეტას სავარაუდოდ, იმიტომ რომ მას დაერეპორტებინა, შეეჩერებინა ამ ეტაპზე მონიტორის Facebook-ის
მეტას პლატფორმებზე განთავსება. და რა თქმა უნდა ეს ლეგიონი ორგანიზებულად ყალიბდება და ამ ლეგიონის სახელი არის ქართული ოცნების ხარდამჭერები, ქართული ოცნებისგან დაქირავებული ტროლები, ბოტები, იმიტომ რომ ენამ წინ გაუსრო და თითებმაც კლავიატურაზე წინ გაუსრო ნინო წილოსანს, რომელმაც თქვა, რომ დიახაც ასე მოუვა ყველას, ვინც ქართულ ოცნებას უპირისპირდება. ანუ დიახ, ქართული ოცნების სურვილი იყო, რომ მონიტორი დარეპორტებულიყო. სტუდია მონიტორი ჟურნალისტური გამოძიებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ დედაქალაქში თავისუფლად ოპერირებს ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის კოლ-ცენტრები, ცხადია ამას ხელისუფლება მფარველობს, ცხადია იღებენ სარგებელს და სწორედ ამიტომ არ ახდენს რეაგირებას ძალოვანი უწყებები. მეტიც დამნაშავე პირები თავისუფლად გადადგილდებიან, დიდრულ ცხოვრებას ეწევიან და თავს ესხმიან აი ამ ჟურნალისტურ ჯგუფებს და ფაქტობრივად კიბერთავდასხმას უწყობენ. ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც ფაქტობრივად ივანიშვილმა აქცია კიბერდანაშაულის თაღლითობის ფულის გათეთრების მთავარ ცენტრად. ჩვენ ცალკე უნდა წარგვედგინა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ლაშა ფარულავას ეს კომენტარი. ეს არის პარტია, რომლის წარმომადგენლებიც, მათ შორის ლაშა ფარულავა ხშირად ლაპარაკობდა კოლ-ცენტრების მუშაობაზე საქართველოში და მათ კავშირს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, კონკრეტულად სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან გრიგოლ ლილუაშვილთან, რომელიც ახლა დაკავებულია და რომლის მიმართ წარდგენილი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ კოლ-ცენტრების მფარველობას გულისხმობდა. სასამართლო დავაც ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან, ის ამ ბრალდებებს, რომელსაც უყენებდნენ მას კონცერტებთან დაკავშირებით, ცილის წამებას უწოდებდა და მან ეს საქმე მოიგო კიდეც სასამართლოში, თუმცა როგორც გითხარით, ახლა ის დაკავებულია და მის მიმართ წარდგენილი ბრალის ერთი ეპიზოდი სწორედ კოლ-ცენტრების მფარველობას გულისხმობს მისი მხრიდან.